უნდა შემოგვიერთეს ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულე და ემიგრანტი, ვისაც უშუალოდ ეხება ის ცვლილებები, რაც დაგვიანონსა შალვა პაპუაშვილის პირით რეჟიმმა და ბიძინა ივანიშვილმა. ნათათო გიორგაძე არის ჩვენი სტუმარი. ნათათო, მოგესალმები, დიდი მადლობა ჩართვისთვის და მიხარია შეხვედრა თქვენთან თუნდაც ასე დისტანციურად. პირველ რიგში მე მინდა რომ მაყურებელსაც უთხრათ იმ ემოციის და იმ რეაქციის შესახებ, რაც თქვენ გქონდათ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის ეს გადაწყვეტილება მოისმინეთ, როგორ ფიქრობთ, რატომ სჯის ივანიშვილი ემიგრანტებს, რას ფიქრობთ თქვენ? სჯის თუ არა ჯერ საერთოდ აქედან დავიწყოთ თქვენი აზრით. მოგესალმები, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ორი დღეა ვცდილობ რომ რაღაცნაირად ემოციებს თავი მოვუყარო და ჩემი სათქმელი თქვა ზუსტად ისე, როგორც ემიგრანტის გულის ტკივილი არის და არა მარტო ჩემი სათქმელი დარწმუნებული ვარ რომ უამრავი ადამიანის სათქმელს გავაჟღერებ ახლა მე თქვენთან ერთად ეთერში უბრალოდ მინდა რომ პატარა ტექნიკური საკითხები დავიწყო 2016 წლიდან მე ემიგრაციაში ვმუშაობ არჩევნებთან დაკავშირებით თითქმის ყველა ტექნიკური დეტალი თუ ძირითადი დეტალი CSGO-სთან ერთად მიმუშავია და ვიცი რა და როგორ და მინდა ამ დეტალებზე გავამახვილო ყურადღება რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ქართული ოცნება გარდა იმისა რომ გვიკრძალავს ხმის მიცემის უფლებას ემიგრანტებს. პირველი და მთავარი საკითხი არის ის რომ სწორედ რუსული ოცნების მე ესე ვიტყოდი მმართველობის პერიოდში წავიდა ჩვენი ქვეყნიდან უამრავი მოქალაქე და მინდა გითხრათ რომ ისინი კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის გადინებას ელოდებიან ქვეყნიდან და რას გამოიწვევს ეს ყველაფერი. მომდენო საპარლამენტო არჩევნებში თუ ვადამდელ არჩევნებს რომელსაც ისინი დანიშნავენ სჭირდებათ სწორედ რომ მოსუფთავებული ველი ანუ ყველაფერი ისე როგორც თავად სურთ და არა ისე როგორც ჩვენ კონსტიტუციური უფლება გვაქვს ადამიანებს რომ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და რას აკეთებენ ამისთვის. ანუ მინიმუმ 1400-დან 1500 ადამიანი თუ დარეგისტრირდება საარჩევნო კონკრეტულ ქალაქში, მათ ვალდებულება, კანონი ავალდებულებთ, რომ გახსნან საარჩევნო უბანი. რას ნიშნავს ეს? საარჩევნო უბნის გახსნა სჭირდება უამრავი რესურსი, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი, რაც მათ არ გააჩნიათ ემიგრაციაში და ძალიან მარტივი არის აქ მსჯელობა ამ საკითხზე, იმიტომ რომ 2012 წლიდან ქართულ ოცნებას არ მოუგია არც ერთი არჩევნები ემიგრაციაში მეტიც ბოლო წლების განმავლობაში რევანში თუგებს ემიგრაცია მათ არჩევნებს და ეს მე ანუ ჩანს იმ რიგებით და ადამიანების რაოდენობით რომელიც საარჩევნო უბნებზე არის წარმოდგენილი და რატომ ხდება ესე რატომ არის რიგები იმიტომ რომ ვერ უზრუნველყვეს მათ საარჩევნო უბნების დამატება და გახსნა ვერ კი არა არ უზრუნველყვეს არ აწყობთ ემიგრაციის ქართულობა არჩევნებში და არათუ 34000 ადამიანი მივიდოდა ამ შემთხვევაში მივიდოდა 50 100000 ადამიანი იმიტომ რომ გაცილებით მეტიც შეიძლება ხო თან მოლდოვას მაგალითი აქვთ ეხა ნათათო და იციან რა შეუძლია თუ კი მისცემ საშუალებას გამოხატოს საზღვარგარეთ მცხოვრებმა შენმა მოქალაქეებმა საკუთარი ნება ცოტა თავისუფლად როგორ მარცხდება რუსული ჰიბრიდული ომი და ის პროპაგანდა პრაქტიკულად თქვეს პირდაპირ ღიად ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ ევროპაში თუ შეერთებულ შტატებში ვერ ვაქცევთ ჩვენი პროპაგანდის ქვეშო ვერ ურეცხავთ ისე ტვინებს როგორც აქ მცხოვრებ ადამიანებთან მიმართებაში ახერხებენ და აი ეს არის მიზეზი რომ არ ჭირდებათ უბრალოდ სხვა პარტიის ამჩევრ ვერ გვირეცხავენ და ვერ იღებენ იმ შედეგს რაც სურთ ვერ აყალბებენ არჩევნებს ემიგრაციაში. აი ეს არის მთავარი. ანუ ისინი რატომ მარცხდებიან ემიგრაციაში? იმიტომ რომ არ ეძლევათ საშუალება გააყალბონ არჩევნები და რეალური შედეგი, სამართლიანი არჩევნების შედეგი დგება ემიგრაციაში. ეს იქნება ევროპის ქვეყნები, ამერიკა თუ სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ნებისმიერ ქვეყანაში ისინი აგებენ არჩევნებს. იმიტომ რომ ვერ აყალბებენ და კიდევ ერთი და მთავარი მნიშვნელოვანი რაც არის აქ არის ის რომ თითქმის ყოველთვის ცდილობენ რომ მაქსიმალურად შეუზღუდონ ადამიანებს დავასრულებ ამ საერთაშორისო დაკავშირებით საუბარს შეუზღუდონ ადამიანებს ის მაგალითად ნიუ-იორკში მე თავდაპირველად ევროპაში ვიყავი არჩევნებთან დაკავშირებით ჩართული საკითხებში მაგრამ ეხლა ბოლო წლებში 2024 წლის არჩევნებში ამერიკაში ჩავერთე და აი სამი უბანი გააკეთეს ერთ შენობაში რაც არის არ შეიძლება კანონმდებლობით არის აკრძალული კი და გვახსოვს როგორი რიგები იყო და რამდენმა
ადამიანმა ვერ შეძლო ნების გამოხატვა. მაქსიმალურად შემჭიდროვებული, რომ ადამიანებს არ გაჩენოდათ იმის სურვილი, რომ რიგში მდგარიყვნენ რამდენიმე საათით და გაბრუნებულიყვნენ უკან შესაბამისად უფრო ნაკლებ ციფრსაც მიიღებდნენ. ანუ რომ ვითვლიან, რომ ეს არ არის ის ციფრი ემიგრაციაში, რომ აი რაღაცა საგანგებოდ შექმნილი დაბრკოლებები, კი ბატონო. ეს არის წარმოქმნილი დაბრკოლებები, რატომაც ადამიანები ვერ ახერხებენ ხმის მიცემას. ხო, ნათათო, აი ახლა რა შეიძლება იყოს ემიგრანტების პასუხი ამ ყველაფერზე გასაგებია და აი მართლა არ ვიცი, იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანები უბრალოდ შეიძლება ვერც კი ვიარსებოთ და მართლა ელემენტარულად საკვების ფული არ ქონდეთ აქ ოჯახებს, რომ არა თქვენ ემიგრანტები და მაქედან თქვენი 24 საათიანი შრომის ხარჯზე გამოგზავნილი თანხა, რომლითაც ინახავთ აქ პრაქტიკულად მთელ საქართველოს ინახავს ემიგრაცია, ხო? გარდა იმისა, რომ აქ არის ნამდვილად ფინანსური პრობლემა, კარგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახლა 4 წელიწადში ერთხელ ბილეთის ფულს რაღაცნაირად მოაგროვებს კი ადამიანი, მაგრამ ასეთი წყალწახებულიც არ არის არავინ, მაგრამ აქ კიდევ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები დგება და აი ამაზე მინდა თქვათ რა პრობლემა და რა შეიძლება იყოს აქ გამოსავალი. ანუ ძალიან სასაცილო არის, ეს არის პროპაგანდა, რომელსაც ქართული რუსული ოცნება აჭმევს, ესე რომ ვთქვათ, თავის ამორჩევას და რატომ? გეტყვით ეხლავე. როგორ წარმოუდგენთ, არ არის ბილეთის ფულზე საუბარი, რომ ემიგრანტმა ბილეთის ფული მოაგროვოს და ჩამოვიდეს ქვეყანაში, არა. როგორ წარმოუდგენია ან ორ აეროპორტს მიიღოს 1.5 მილიონი ემიგრანტი. აი მე მაგალითად პროტესტის ნიშნად გადავწყვეტე, რომ მოვდივარ ცუყველა ეს მთელი ემიგრაცია ბრუნდება ქვეყანაში იმისთვის, რომ ხმა მივცე. როგორ წარმოუდგენიათ, რომ იმ პატარა ქვეყნის, ჩვენი ქვეყანა არის ძალიან პატარა ქვეყანა 1.5 მილიონი ემიგრანტი ერთიანად მიიღოს და გააკეთოს ჩვენი ჩართულობა მაქსიმალურად არჩევნებში, ისე რომ შეზღუდვები არ გამორიცხულია, ეს საკითხი არის გამორიცხული და ამაზე პროპაგანდას ქართული ოცნება ვერ ააგებს და მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი არის ხომ არ დაგვავიწყდა კოვიდის დროს სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრანტები ითხოვდნენ ერთი ჩარტერის დანიშნას იმისთვის, რომ ადამიანებს შესძლებოდათ საკუთარ ქვეყანაში ჩამოსულიყვნენ და უსაფრთხოდ ეგრძნოთ თავი. ანუ ისინი ასე ფიქრობდნენ, რომ ისინი უსაფრთხოდ იქნებოდნენ თავის ოჯახებთან ერთად. მაშინ ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ, რომ ჩარტერი დაენიშნათ და ეს ხალხი უკვე დაებრუნებინათ. როგორ წარმოუდგენიათ 1.5 მილიონი ემიგრანტის მიღება იმ აეროპორტში? აი ისე წარმოუდგენიათ, ნათათო, როგორც ერთი უბანი რო გახსნეს, ხალხი მოაწყდა, რიგში იდგნენ და უკან წავიდა. აი ისე წარმოუდგენიათ, რომ ვერ ჩამოვლენ მერე, უბრალოდ იციან, რომ ვერ ჩამოვლენ, ეს შეუძლებელია. ზოგს საბუთი არა აქვს, წამოვა, უკან ვეღარ დაბრუნდება, მერე ოჯახი მშიერი დარჩება და მართლა მშობლები გარდაეცვალათ აქ ადამიანებს და უახლოესი ადამიანები და ვერ ჩამოვიდნენ. განა იმიტომ, რომ ბილეთის ფული ვერ იშოვეს, იმიტომ, რომ სხვა პრობლემები დგება კიდე ამის უკან და ეს ძალიან კარგად იცის, მათ შორის ქართულმა ოცნებამაც და ზუსტად ამიტომ რაღაც შეუძლებელს გთავაზობენ, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ შენ არ გექნება ამ პროცესში მონაწილეობის უფლება. შენ არ ხარ ჩვენი მოქალაქე და რაც დუგინმაც თქვა და დაუდასტურა აგერ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. მე მაგალითად პირდაპირ ვიტყვი, რომ დუგინია ყობახიძე დღეს ჩვენს ქვეყანაში და ის ზუსტად მისი სიტყვებით გვესაუბრება ქართულ ხალხს. აქ ვიტყვი ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, აი კითხვა დამისვი რამდენიმე წუთის წინ, რომ რა პასუხი ექნებაო ემიგრაციას ყველაფერზეო და აუცილებლად უნდა ესე გიპასუხო თამარ. ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი თანამებრძოლი ძალიან ჩემთვის გმირი და ჩვენი ქვეყნისთვის გმირი კახა თილიძე, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლა ჰქონდა აკრძალული ამ ხელისუფლების პირობებში. ცხოვრობდა ამერიკაში, მშვიდად წარმატებული კარიერით, ბედნიერად და მისი პროტესტი იყო ესეთი, რომ თუ მე ჩემს ქვეყანაში უნდა დამიჭიროს რუსულმა რეჟიმმა და ციხეში ჩამსვას, მე მაშინ ჩემს ძალებს სრულად გამოვიყენებ უკრაინაში და ის წავიდა საბრძოლველად უკრაინაში, ჩაერთო ამ ომში და თავისი წილი აგური დადო იმიტომ რომ ის ფიქრობდა, რომ ჩვენი ქვეყანა თუ უკრაინა მოიგებს და ეს ასე იქნება დარწმუნებული აუცილებლად და დამარცხდება რუსეთი, თუ დამარცხდება რუსეთი, დამარცხდება ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება, რომელიც მარწუხები აქვს შემოჭერილი ჩვენი ქვეყნისთვის ამ წუთას და გვახრჯობს, რომ ზუსტად იმ ჭაობში ჩაგვეცლიოთ, რაც რუსეთში არის და სრულად მოკლას ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები. აი ამისთვის პროტესტის ნიშნად კახა წავიდა იომა და თავისი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის
წარმატებას. უკარგესი ადამიანი კახა კიდევ ერთხელ უსამძიმრო. უკარგესი ადამიანი კახა თილიძე და უამრავი ესეთი მაგალითი გვაქვს ემიგრაციაში. ამიტომ მე მინდა რომ ემიგრაციას მივმართო. ფინანსურ საკითხზე თქვი რომ ანუ თქვენ ოჯახებს არ ჩენთო და ლეხმარებით ანუ მხოლოდ ოჯახების რჩენით არ შემოიფარგლება ემიგრაცია. დღეს რომ საქართველოს რაღაცა კუთხით მაინც ფინანსურად სული უდგას და აი რუსული ოცნების წარმომადგენლები ბრიფინგებს რომ მართავენო თურმე ეკონომიკა გაიზარდა და ასე შემდეგ და მშვენებელი არის მაღალი. ეს არის ჩვენი დამსახურება, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენს ოჯახებს და ასევე ქვეყანას ანუ მხოლოდ ოჯახებზე თქო, იმიტომ თქვი რომ მხოლოდ ოჯახებს არ ვეხმარებით. რა თქმა უნდა, ეს ქვეყანაზე აისახება. ადამიანს უამრავ 77,000 ბავშვი რომ შიმშილობს ქვეყანაში და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ კვებას. ჩვენ ვეხმარებით ასეთ ადამიანებს, ვეხმარებით ადამიანებს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ვეხმარებით, აი ეხლა გავაკეთე მე პირადად მოკლე რამდენიმე ადამიანი ვართ, 20-30, მაგრამ ვფიქრობ რომ გაიზრდება ეს რიცხვი ამერიკაში, პატიმრების დასახმარებელი ფონდი, რომლისთვისაც ყოველთვიურად ვაგროვებთ თანხას და ვეხმარებით რუსული რეჟიმის პატიმრებს. ყველაფერი ვერ მოხდებოდა თქვენი დახმარების გარეშე. ეს არის ჩემი პროტესტი, ესეთი ფორმით გამოხატული. თუ რუსი კობახიძე მე პირადად ამიგზავნოს, რომ არჩევნებში არ მივიღო მონაწილეობა, მე მოვძებნი სხვა გზას, რითაც აუცილებლად გაუწევ მას წინააღმდეგობას. თუ ამიგზავნებენ, ანუ წინაპირობა რა იყო არჩევნების საკითხი, ხო? აღეზიანებდათ ჩვენი დაწერილი პოსტები, აღეზიანებდათ ჩვენი პროტესტი ემიგრაციიდან, იმიტომ რომ ისინი ვერ ახერხებენ ჩვენზე გავლენა მოახდინონ, ისე როგორც საქართველოში ვერ ახერხებენ ჩვენზე, აი თითი დაგვიქნიონ და გვითხრან რომ აი ესე თუ არ იქნება თქვენ ამას ესე ამ წინააღმდეგობას ჩვენი მხრიდან დიდი ხანია ისინი აწყდებიან და ვერ ვიტყვი რომ მათ დაგვსაჯეს ამითი. მე ვფიქრობ რომ ძალიან ცუდ შედეგით დაუსრულდებათ ემიგრაციისთვის ესე თითის ხნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ აუცილებლად მოვძებნით სხვა გზებს, როგორ უნდა დაემხოს რუსული ოცნება საქართველოს. დიახ, უნდა დაემხოს. ჩვენს გასაკეთებას ვერავინ ვერ გააკეთებს და ამაში დარწმუნებული ვიყოთ ყველა და ერთი თხოვნა მექნება თამარ სანამ დავასრულებ. აუცილებლად მინდა მიმართვა გავაკეთო იმ ბიზნესის წარმომადგენლებთან, მომღერლებთან, მოცეკვავებთან, ვინც ემიგრაციაში იმყოფება და რა მინდა რომ ვუთხრა. ჩვენი ქვეყანა არ არის მხოლოდ ხინკალი და ხაჭაპური მეგობრებო. ჩვენი ქვეყანა არ არის მხოლოდ ტაშფანდური. აი იმ თქვენ დაწესებულებებში, იმ თქვენს რესტორნებში, იმ თქვენს ბარებში, სადაც თქვენი ბიზნესი გაქვთ. ძალიან გთხოვთ, დაბეჭდეთ საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაწერეთ ჩვენი ქვეყნის მოკლე ისტორია, უთხარით ადამიანებს რა პრობლემების წინაშე დგანან ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ სადაც კი სივრცე მიჩნდება რომ ამერიკას, ევროპას ხმა მივაწვდინო, ყველას ამ პრობლემებზე ველაპარაკები და არა ხაჭაპურზე და ხინკალზე. ძალიან გთხოვთ, გავასწოროთ ეს ისრები და ამ ეტაპზე ჩვენი სამზარეულო გადავიტან, უგემრიელესი სამზარეულო, რომელსაც ვამაყობთ, გადავიტანოთ მეორე პლანზე და წამოვწიოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და დავდგეთ ყველა ერთად, თუ ერთად გავერთიანდებით, იქნებ ჩვენი მაგალითით მაინც დავანახოთ ოპოზიციას, რომ დასხდნენ და ისინი არ არიან მხოლოდ მარტო, ჩვენს გამოც უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმიტომ რომ წარმატებულ ქვეყანაში დაბრუნება, დემოკრატიულ ქვეყანაში დაბრუნება და აი ესე არავის არასდროს აღარ მოუნდეს ის რომ მე ან ნებისმიერ ადამიანს საქართველოს მოქალაქეს სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ ხმის მიცემის უფლება ჩამოგვართვას და დაგვტოვოს ამ ერთადერთი უფლების გარეშე რაც აქვს. რა თქმა უნდა, რა ფუნდამენტური უფლება ადამიანისთვის და ხო, შეერთებული შტატების ასტრონავტები მართლა კოსმოსში იძლევიან ხმას და საქართველოში ეს ვერ უზრუნველყოს. ძალიან დიდი მადლობა ნათათო, წარმატებას გისურვებ და მე დარწმუნებული ვარ, როგორც ახლა შენ თქვი, აუცილებლად იპოვით გზებს იმისთვის, რომ თქვენი პოზიცია ყოველთვის გამოხატოთ და გამოხატოთ საქართველოს მომავლის სასარგებლოდ. ნათათო გიორგაძე, ემიგრანტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.